დავრუნდით პირდაპირ ეთერში. ჯაჯო, რას ისწორებ? დალი შემოდის და ისე დალის ეშინია ყველაზე უფრო, მაგრამ მე ვიცი, რომ დალი დღეს მეტყვის, რომ მე ვარ გემოვნებიანი. და ეს ციზაკები ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს, რატო უკიდე ამაზე ცალკე გადაცემაზე შევისაუბრებთ, ეხლა კი წვით დალი ჩიტალაძე არის. ჩვენი გადაცემის კართან გამზადებული თქვენთან შესახვედრად და აი ისიც შემოგვიდა დალი რაღაც მოვედი ჭყიალა კოლექცია ესპანური სტილია თუ რა ხდება? დალი შენ არ ხუმრობ. ყიალებული დალი შეიძლება დაჯდომის დროს არ გაფუჭდება მძივი. არ დაიწლაწება? როგორ ახარ? შენა? ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა, ჩემო კარგებო თქვენ. ეხლა ეს არის? ეს ნავნესია, ყველაფერი. დღეს გვაქვს ჭყიალა კოლექციაზე ლაპარაკი და ისეთ სტუმართან, რომ აი არ ვიცი, ჩემ მას ვეძახი თეატრის დედოფალს, რუსთაველის სახელობის. ეროვნული თეატრის მსახიობი მარინა კახიანი. მარინა, და ეს რა საოცრება. აბა გუშინ მე და მარინა ვიშოპინგეთ ბატონო ჩვენს ნავნეში და ნუ ისეთი ჭყიალა კოლექცია რომ შევედი ცოტა ხა მე ხო თან კაჭკაჭი ვარ და რომ დავინახე ამდენი ჭყიალა ასე რომ მეც მერგო ჭყიალა მაგრამ არავის არ მიdaeწყინოს ძალიან ბევრი ადამიანი წაგიყვანიან ნავნეში ჩაგიცვამს დაგიხურავს მაგრამ ჩემი ასეთ რეაქცია პირველია მართლა შოქში ჩავარდი მე დედას გეფიცები კი აი თამამი არჩევანია ანუ ამას ჭირდება სითამამე რომ ესე ჩაიცვა ჩემი აზრით იცი რა მართალი გითხრა დალიკომ თქვა რომ მე კაჭკაჭი ვარ მე არა ვარ კაჭკაჭი არა უყარ საერთოდ ვაიმე ჭყიალა არ დამონახო ესე დავიწყე მე როგორ ხო სცენაზე ყველაფერს რაც საჭიროა როლიდან გამომდინარე მოგეხსენებათ ჭყიალაც ჩამიცვამს და ასე შემდეგ და აი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერიდები ხოლმე ჭყიალებს. კი მაქვს ერთი ორი კაპა ჩამოკიდებული გარდერობში, მაგრამ არა ვარ. არა და ორგანულია. ერიდები რას ნიშნავს? არ გიყვარს თუ გონია რომ არ მიყვარს, არ ბრძნობ თავს კარგად, თუმცა ხო მე მყავს ძალიან ახლო მეგობრები ძალიან უყვარს. აი ცნობილი კაჭკაჭი მიზის ხო, მე არა ვარ. და აი რაღაცნაირად დალიმ გადამიყვანა, იმიტომ რომ სხვა რაღაცები ავარჩიეთ თავიდან, ძალიან ლამაზი, მაგრამ მე გადამიყვანა თავის. არა, მეოთხარი უნდა იყო ისეთი, რომელიც არ უნახი ხარ. ნახეთ სტუდიაში მე როცა კი მინახია, ნახეთ როგორი ფეხსაცმელები წაცვიათ, ნახეთ ჩვენს ნავნეების. მაგრამ არის ადამიანები, ვინც ჯერ მოდის ადამიანი და მოაქვს ანისამოსი, ესეთია მარინა. ან რაცა უნდა ეცვას, ჩემთვის მარინა. ეგ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთახმები, მაგრამ რა მომენტია ნახე, მინდოდა მარინა, როცა კი სტუდიაში მინახია სტუმრად გადაცემაში, ყოველთვის არის ძალიან მოგრძალებული, ელეგანტური, შავი, პიჯაკი, შარვალი, რაღაცა ყოველთვის ისეთია რა და მინდოდა რომ აი ესეთი შემოსულიყო რომ თვალის მომჭრელი თავისი სილამაზე კიდე უფრო გამოგივიდა. გამომივიდა. ნამდვილად ორი. კი, არა, ყოველთვის არა ვარ მარტო კლასიკურად, ძალიან მიყვარს ხოლმე ხშირად ჯინსები და პიჯაკი. არა, ეს ხო, ეს ქუჩი, ეს street style, მაგრამ სტუდიაში ნუ შენგან გამოკლებით ყველა მე ვარ დალის ცუდი სიზმარი. დალის კოშმარი ვარ მე. ჯინსი და კეტი ვერ გამაძრო. აი თუ ეხლა ამდენი სპექტაკლი, ამდენი როლი, თუ ყოფილა კოსტიუმი, რომელიც აი ვერ მოირგე, ან შეგიშალა ხელი აი ყოველთვის უსმევ ხოლმე მაკითხვას მსახიობს დამასარი რომ არ რამდენად დიდ როლს თამაშობს შენთვის კოსტიუმის სცენაზე წარმოიდგინეთ ძალიან დიდ როლს თამაშობს მართალი გითხრათ როდესაც ამათ თუ იმ სპექტაკლზე ვიწყებთ მუშაობას არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება სოფლიო კლასიკური ასე ვთქვათ დრამატურგიიდან თუ თანამედროვე ყოველთვის მაინტერესებს ეს ჩემი პერსონა ასე ვთქვათ რომელიც მე უნდა გავხდე გარეგნულად როგორ ჩემთვის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა რა თქმა უნდა და არ მითხრან რომ იცით რა შიგნიდან ითამაშებ რა თქმა უნდა
გარეგნულად რაც არ უნდა ზუსტად გამოვიყურებოდა ჩემი პერსონაჟისთვის შესაძერისად თუ შემდეგ მე არ გავამართლე ის ჩემი ქმედებით, ქცევით და ასე შემდეგ არაფერი არ გამოვა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაინც თეატრში განსაკუთრებით გარეგნულ, ასე ვთქვათ, რა გითხრათ და სულ მაინტერესებს რომ ვიწყებ მუშაობას ჯერ კიდევ მაგიდასთან რომ ვმუშაობთ ხოლმე მოგეხსენებათ ჯერ ვმუშაობთ მაგიდასთან მე ვიწყებ წამოვდგებით და სარეპეტიციოში შემდეგ გადავდივართ სცენაზე და აი იქ ვიწყებ უკვე ფიქრს რომ აი ნეტა როგორია მოქმედებაში ესე დისკუსია როგორია რაცია თმებს როგორ იკეთებს შეღებილი როგორ არის თუ არა ხა არის პერსონაჟი რომელსაც საერთოდ არ ჭირდება მაკიაჟი და მითამაშია ესეთიც სადაც საერთოდ მაკიაჟი არ გამიკეთებია ახლა და რაც შეეხება რაც ვკითხე კი როგორ არ ყოფილა და ძალიან შეუშლია ხელი თუმცა რაღაცნაირად ისე ხდება იცი რომ მაინც ძირითადად ჩვენი მხატვრები კოსტიუმების მხატვრები რაღაცნაირად ვითანხმდებიან, იცი? აი ძალიან იშვიათად ხდება ეს მსგავსი რა. ვიცი, ჩემთან არ ვიცი, შეიძლება ოდესღაც 30 წლის წინ მომხდარა, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხანია არ ხდება ეს ისე, რომ აი დახატა მხატვარმა შეკერეს და მე თუ ვერ ვგზნობ თავს, ვერ ჩემი პერსონაჟისთვის ის არის მიუღებელი, არ ხდება, იცით, რომ აი გინდა თუ არა ჩაიცვი. რა მაინტერესებს გასურთება კოსტიუმების ავტორთან უკვე რომ შეცვალოს ძალიან კარგი ნახე აი პირველად ხედავ ესეთ ფერადს ჩემთვის ეგეთი ფერადია ხო იცი არა ჩასაცმელს აი სად წახვალ აი ამ კოსტიუმით ხელმორი კითხვა ჩამჭრელი დამისვა აი სად წახვალ არა აქვს მნიშვნელობა აი სადაც გინდა აბა მითხარ მე უკვე გავაკეთე დიდი განცხადება რომ ვიხოთ იმის რომ შეიძლება მაქს ჩემს გარდერობში ესე ვიტყვი რამდენიმე ჭყიალა ნუ აი ძალიან იშვიათად ხდება და ვერ მოგატყვებ ესეთი ჭყიალა ესეთი ფერადი არსად არ წავსულარ და აცისად წავსულ და ეხლა გადიათ შანსი დისკოტეკაზე გამოიცვალოს მე მგონი დროა უკვე დალი ერთი კითხვა მინდა დაუსვა იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ვათქმევინო რომ ქონდა მარინას ძალიან კარგი პრემიერები ახლა 2 პრემიერა და აი იქ როგორი კოსტიუმი გეცვა და როგორი ბედნიერი იყავი მე მაგალითად სამოსი მაბედნიერებს როცა მitmetეს ახალი მაცია და რაღაცა ის თავის როლს ვარგებ ხოლმე იმ სამოს და აი შენ როგორ ჩაიარა ამ პრემიერებმა გითხარი კი ბატონო ნუ ახლა მოგეხსენებათ რომ ჩვენ მსახიობები ძირითადად ცხოვრობთ მაინც ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე პროფესიისთვის ესეც შეიძლება თქვას განსაკუთრებით კინოში იქნება ეს ტელევიზიაში თუ თეატრის მსახიობებს კიდე რაღაცა სხვა ის ჭირს განსაკუთრებული გადახრა კარგი გაგებით თუნდაც არ გამიგონ პრემიერები იყო რუსთაველის თეატრში პრემიერა ჩატარდა ედუარდო დე ფილიპოს ნაპოლი მილიონერი წინათ თქვენ თამაშობდით რა როლს? თავარ როლს ამალიას. ბატონმა გოჩა ყაპანაძემ დადგა სპექტაკლი ძალიან კარგი მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილი ჩემი პარტნიორი ჩემი მეუღლის ირაკლი მაჭარაშვილი ბატონი დათო უფლისაშვილი იცით ამოდი არ ჩამოვთვლი იმიტომ რომ იქ ჩემს უკვე ჩამოთვალე სანდრო მიკუჩაძე ღაღანიძე კეთისვანიძე ბატონი გოჩას შვილი თარხან ორავი ჩამოთვლი ხერხულია თენგიზ გიორგაძე დასრულდა უკვე სეზონი მე სანამ დრო გაგოჩნდა სექტემბრიდან გადახდება და აუცილებლად ვიცი. და მეორე პრემიერა იყო პატარა თეატრის ბატონი სანდრო მრელიშვილის სახელობის თეატრია, სადაც მე და ბატონი აკაკი ხიდაშელი პრემიერა ქონდა ინგმარ ბერგმანის პიესის მიხედვით ორკაცია. ეხლა გინდა რომ წავიდე. ამოდი ახლა და ეხლა საერთოდ შოკში უნდა ჩავარდოთ. წამომარინა წამოდი. ჩემთვის ახლა ვიდრე უზურგით ხედავთ ორიოს. ძალიან ორგანულია მარინა მოკლედ სანამ მარინა გამოიცვლის ჩემო კარგებოდა ლამაზებო აბა გისმენთ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ რომ არის ძალიან კარგი განახლება ნავნეში 4 კატეგორიაში ეს არის
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და სათვალეები სხვათა შორის. ძალიან დიდი ბოდიში ყველაფერი ერთად ვერ წამოვიღე, მაგრამ ახლა ფეხსაცმელი და სამოსი აქ მაქვს ნაწილი რა თქმა უნდა მოვიტანე. და რა არის რომ აი ნახეთ ზაფხული არის და ყველაზე ძალიან როდის ჭყიალებს ჩვენი სამოსი მზეზე ან საღამოს, ხო? Ну, ისეთი ზაფხული გვაქვს, რომ საღამოს უკვე დასვენების პერიოდია, გვინდა ხან კლუბში წასვლა, ხან რესტორანში და გეუბნებით, აი ისეთი ცოტა შერი მეგონა გუშინ ჩემი თავი იმდენ აი შერის ტანსაცმელი ვნახე. ეს არის სიმღერა მომინდა. ხო, და აი ისა რა ქვია, ძალიან ბრწყიალა კოლექცია, Nasty Gal, არის ესეთი აი ნახეთ როგორი ამას შეხედოთ. ეს არის მოკლე. აუ ეს კაპა და მე სულდა ტანია ქანაო. შენ მოგიხდება. მომიხდება კიდე სუქარავით ქანა. მიდი გადაიწი. იქნები ნანიკო საღამოს. აუ ვიტყოდი, მაგრამ ჩვენსაც ძალიან მოუხდა. აი ხა ეს შემთხვევა. არა, მე მიდი არ გეზარება. აუ ეს არის კიდე აი მით უმეტეს თინეიჯერებს როგორ უყვართ აი ესეთი მეშ მეტალი, ხო იცით ის რა ქვია ესეთი და ნაქსოვი მეტალის აი ესეთი სარაფანი საღამოს კლუბში ახლა გოგოებო თინეიჯერებო ნახეთ რა სილამაზეა აი თინეიჯერების კიდევ აი ესეთი ქვედა-ბოლო და პატარა აი ეს არის შენთვის აი ეს ძალა ჩემთვის ძალიან დღეს ჩემთვის მოუტანია დაიწყვალაფერი აფტის პატარა აი ესეთი ეგ ნამდვილად ჩემია ჯერ ეგ მოგიხდება ძალიან ეგ დიდი მექნება აი მართლა იცი რას ვიძახი რომ მართლა დიდია მარგალიტ ისეთი ხარისხის არის თან ეს ჭყე ხوارი ხოლმე რომ შედიხარ კიბჭყალებს მაგრამ ხელს რომ მოკიდებ არა ხახ ნუ არის ნამდვილი ბისერები აი ეს ყველაფერი და ძიმეა ხო თან ისეთი მძიმეა რომ მქონდა რა გიდეს ტყვია ხوارი ეს პანური სტილი ხო არ არის ეგ ეს შეხედეთ უბრალოდ ცოტა შანელი მეგონა ხელი რომ ეს ძალიან ლამაზია ლამაზესი ან რა ნამუშევარი ან რა ბისერებით და ეს ბახატის ბაფთები ნუ აი არის და ეს არის კიდე ჩემი აი ფავორიტი ამას აუცილებლად ჩემთვისაც შევიძე შარვას შეხედოთ მაგორეოს კი ჩავიცვავდი ხო იცი აი ეს არის რაღაცა არ ვიცი აი ხო გეუბნებით აი ეს სხვათა შორის ეს ბრენდი სპეციალურად ააკეთებინებს ინდოეთში ამას ყველაფერს და ხო რა მინდოდა კიდე აი ეს ჩარვალი მინდოდა მეჩვენებინა აი ესეთი ჩვეულებრივ ამოიცი თეთრი მაისური ან თეთრი პერანგი როგორც მე მაცვე ჩაიცვი და უკვე საღამოს ხარ ლამაზად ჩაცმული რაც შეეხება ფეხსაცმელებს არის კიდევ ტომი ჰილფიგერი გესი და CK Calvin Klein და ყველა ფილიალებში არ არის, ამიტომ ინფორმაციისთვის და მიწერეთ ნამდვილ Facebook გვერდს და ისინი გიპასუხებენ სად და როგორ და იცით რომ ძალიან კარგად მუშაობს ნამდვილ სოციალური ქსელები. ნუ ჩანთები არის ძალიან კარგი ხარისხის, ნუ მოკეთ ძალიან მაგარი არჩევანია და არ გამოტოვოთ ეს ჭყიალა კოლექცია. აი ესე მოირგეთ და ამ ქვედაბოლოს მაგალითად არ აქვს სეზონი და დრო იმიტომ რომ სულ არა ზამთარში არ არის ცივი? არა. ძივები რო გაცივდება? არა. ეგზისტენციალური კითხვაა დღევანდელი ძივები რო ცივია აი ახლა ჩაის უნთქეთ და ამოისუნთქეთ ვაიმე მარინა შეხედეთ ან რა ტანზე დგას ხალი ან რა გავგიზდი რა გოგო ყავს ნამდვილი დედოფალია გოგო კი დედას გეფიცები ზედა ჩემი შვილი თუ მიყურე გეხოცები არა მოდი ესე ვითომ გამოგატარო ესე მოუნდა ეხლა აი მომინდა დედა რასილამაზია რა გავიხსნა ქედან არის ფეხის ტერფიდან დაწყებული ისეთი ლამაზი
კიდურები აქვს მუხლები, რომ მართლა გეუბნები უსირცხვილოდ უყურებ ფეხებზე, ანუ უძდელობაში არ ჩამოვარდა. ჩემი შვილიშვილები მარინა ბებია, გაჩერდი. აი ესე გინდა ამ მართლებს კიდე სამ შემთხვევაში მარინა კახიანი რომ ასა კი არის მხოლოდ ციფრები. ხო, სხეული ნახეთ. აი რომელი ნაწილი? რატო გავჩერდა პირიქით? აი მორიდებული გოგოა. ფათაშორის ვიხსენებდი ყველაზე ძალიან მიყვარდი მეთქი მარინა როცა თამაშობდი იმაში რა ქვია გოგონა გარეუბნი და აი იქ რა ეცვა ყოველთვის ესე რაცია პირველი ჩემი შაბეჭდება და გადარება იყო მედეას სპექტაკლს რო დავესწარე და გამოვედი და ძალიან პატარა ანუ ისეთ ნუ ძალიან მიყვარდა შაბეჭდება მოახდინა მაგრამ მაინც რო იცი თავად რო აცნობიერებ რომ მე ვარ მარინა კახიანი რომელიც რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი წლებია ლამაზი მაქვს ძალიან კარგი სხეული მოვლილი ვარ რეალიზებული ძლიერი როგორია თავის შეფასება ამ დროს აი ეუნები ხოლმე რომ ყოჩაღ მარინა ან ამხნევებს საკუთარ თავს რა ვიცი მადლობ თუ ამბობ კი საკუთარ თავს არა საკუთარ თავს არ ვეუბნები არა იცით რა ახლა ჯერ დავიწყოთ დიდი მადლობა მაგრამ ცოტა მერიდება არ მიყვარს მე ადამიანები რომელიც მხოლოდ თავის თავს როგორ გითხრათ დასახურებებს მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერენ იქ ბევრი ადამიანია გარშემო და კიდე მისი უდიდებულესობა ბედისწერა თავისთავად კი ესეა იმიტომ რომ გადასარევი გამონათქვამია იმ ადგილას უნდა მოხდა იმ დროს როდესაც ეტყობა შენი ასე ვიტყვი რაღაც გზა იხსნება თუ ვერ მოასწარი შეიძლება გაგასწროს გაგასწროს მატარებელმა კი ბატონო ასე რომ მე რაც შეეხება მე ვარ იმ კატეგორიის ადამიანი მსახიობი რომელსაც თვლი რომ გარდა რაღაც ეგ პატარა ნიჭებისა გარდა ბედის წერისა შრომა ჭირდება პროფესიას შრომა პატარა ნიჭი ვერ დაგეცახვა ესე არანაირად და პირველი უმთავრესი ეს ყველა პროფესიას ეხება შენ თუ არ გიყვარს შენი პროფესია ცოდო ხარ შენ თუ აბარა გამძიმებს თუ და არიღებს სიამოვნებას კი რეპეტიციაზე თუ 6-7 საათი გეზარება ყოფნა არ უნდა იყოს მაგრამ არის ერთი ჩვენს ბედის წერას ჩვენი ბედისწერა იკვებება ჩვენი ხასიათით. კი ბატონო, ამაში გეთანხმები? გეთანხმები. ძალიან ისეთი ბრძნული გამონათქვამია ნამდვილად ჩვენი ხასიათით და ჩვენი აი რაც თქვი მისწრაფებით, სიყვარულით საკუთარი პროფესიის რაღაცეებზე პატარ-პატარაზე ალბათ უარის თქმით. ნუ კომპრომისები დღეს ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ამ სილამაზით. მარინა კახიანი ჭვიალა ლამაზი ნამდვილი ვარსკვლავი შემოვიყვანე თავისი წინვალებით. მადლობა შენ. მადლობა და ხოლმე გემშვიდობა. როლი ვითამაშე ესეთი შენი დამსახურება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ხვალამდე. აბა